ცხადია, სრულად ვერ ამოხსნი იმას, იმ მრავალუცნობიან ან ერთუცნობიან განტოლებას, როგორი ტიპის, როგორი სახის, როგორი იერის, როგორი კონცეფციის საქართველოს ქმნის ბიზიდა ივანიშვილი, თუ ქმნის საერთოდ რამეს და თუ იმ ქვეყანას, რომელსაც ის ქმნის საქართველო საერთოდ ეწოდება. აქედან გამომდინარე, გულახდილად გეტყვით, რომ არც მაქვს პრეტენზია, რომ ავხსნა ან ჩემეული მოსაზრება მოგახსენოთ ამასთან დაკავშირებით, არ ვიცი. ვერ გეტყვით. ბევრი ჩანაფიქრი აქვს, მაღალი ალბათობით, ბიზინა ბორია ივანიშვილს სამომავლო საქართველოსთან დაკავშირებით. ერთი რამ, რაც დაზუსტებით, დაბეჯითებით შეიძლება ითქვას, ბიზინა ივანიშვილი ქმნის ქვეყანას სივრცეს, რომელშიც პროტესტი როგორც ასეთი არ იარსებებს. პროტესტი და არა მხოლოდ პროტესტი, არამედ იდენტობა იმგვარი, როგორც წესი ან საუკუნეების თუ ათწლეულების განმავლობაში ჰქონდა ქართველს, აღარ ექნება ამგვარი იდენტობა. ბიზინა ივანიშვილი გარდა ამისა ქმნის კულტურისაგან დაცლილ, ანუ უკულტურო საქართველოს, მოქალაქეებისაგან დაცლილ საქართველოს, რომელშიც იქნება მასა, ბიომასა, მეთქი ასე ვიტყოდი, მაგრამ თუ გნებავთ არ თქვათ ასე, მოკლედ მოქალაქე არ იქნება, იქნება უბრალოდ ხმის დამფიქსირებელი, მისთვის ხმის მიმცემი ამორჩეველი. ქმნის საქართველოს, რომელსაც შესთავაზებს მხოლოდ მის მიერ დაწერილ ისტორიას და გადახედავს პრაქტიკულად ყველაფერს, განსაკუთრებით გადახედავს წინააღმდეგობის ისტორიას და იტყვის, რომ ვინც მე-19 საუკუნეში, თუ გნებავთ მანამდე მე-19 საუკუნიდან განსაკუთრებით, მე-20 საუკუნეში, 21 საუკუნეში წინააღმდეგობას უწევდა ძალას და წინააღმდეგობას უწევდა რუსეთს, ის მისი სწავლება, მათი ცოდნა სულაც არ არის მნიშვნელოვანი. ჩვენ უნდა ვიყოთ შეგუებული საზოგადოება. ქმნის იმგვარ საქართველოს ან იმგვარ საზოგადოებას, რომელიც ბევრად უარესია, ვიდრე გასული საუკუნის 70-იანი, 60-იანი, 80-იანი წლების საქართველოს საზოგადოება, რომელშიც ელიტა, ალბათ არასწორი სიტყვა, ინტელიგენტიც არასწორი სიტყვა, ცოდნე პირი კიდევ აქა-იქ შეიძლებოდა გენახა, მეცნიერებათა აკადემიაში შეიძლებოდა გენახა, სხვა თუ არაფერი, ანდრია აფაქიძე იყო, ხო, რისმაკ გორდეზიანი იყო. პირები, რომლებსაც ცოდნა ჰქონდათ. ზურაბ კიკნაძე იყო, მეცნიერებათა აკადემიაში არა, ზოგადად აკადემიურ სექტორში, მოდი ასე ვიტყვი. უნივერსიტეტების სტუდენტებიც უნდა იყვნენ მხოლოდ სტუდენტები და არა მოქალაქეები, რომლებიც მეტწილად მიიღებენ ბიზინა ივანიშვილის მიერ და მათ მიერ შეთავაზებულ ცოდნასაც არასწორი სიტყვაა, სწავლებასაც არასწორი სიტყვაა, მათ მიერ შეთავაზებულ კონცეფციას, მოქალაქისა, ადამიანისა, ცოდნის, ეგრეთ წოდებული ცოდნის კონცეფციას. არ არის საინტერესო, არ ვიცი, პირობითად ვლაპარაკობ, ნიცშე. საინტერესოა ნიცშეს, როგორც აკრიტიკებდნენ უვიცები, ის. ადამიანი ამოვიცანიო, ხო თქვა ერთხელ, რაღაცა ვიპოვეო, კოდიო თუ ადამიანის თაობაზე მაქვს შემეული გაგებებიო. აი ის გაგებებია, მისეული გაგებებია გასავრცელებელი და სასწავლი საზოგადოების ინდივიდებისათვის და საზოგადოებისათვის ინდივიდები ალბათ არასწორი სიტყვა ადამიანებისათვის, რომლებიც ნაცრისფერები არიან. ეს დაბეჯითებით შეგვიძლია ვთქვათ. მაგრამ გარდა ამისა, როგორი საზოგადოება უნდა იყოს, იცით, მისეული გაგებით, 30-40 წელი რომ გაივლის, იმ საზოგადოებას პროტესტის უნარი, რამის გაპროტესტების უნარი არ უნდა ჰქონდეს, სურვილიც არ უნდა ჰქონდეს და შესაძლებლობაც არ უნდა ჰქონდეს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ახლა მეორე საკითხი, როგორ გონიათ, რამდენი ადამიანი იპარავს ბიზინა ივანიშვილის სახელმწიფო ვერტიკალში? 100, 200, 500, 1000 კაცი.
იპარავს, როცა ვამბობ ამ სიტყვას, გულისხმობ ტენდერებიდან მაგალითად მოხსნილ დიდი რაოდენობით თანხას. მე აქ არ გულისხმობ 20,000 ვინმე თუ წაცინცლა, ან 54,000 ლარი. ან აქ მილიონებზე, ან ათეულობით მილიონებზე ვლაპარაკობ. 1000 კაცი მეთქი წამომცდა. ბევრია ალბათ. 1000 კაცი არ იქნება, მაგალითად 300 კაცი. პატიოსანი შრომით, ოღონდ გარკვეული სახელისუფლო პირობებით შექმნილი ბიზნესებით, ვინ შოულობს, რამდენი ადამიანი შოულობს ფულს? 100 მეთქი, აქაც ბევრს ვამბობ, ალბათ 30, 50 კაცი. მაგალითად სინცლავს სინცლავს კი არა, იპარავს რომელიმე ქალაქის მერი, ან რომელიმე ქალაქის გამგებელი, ან რომელიმე მინისტრი, ან რომელიმე მინისტრის მოადგილე, ან რომელიმე დეპუტატი ტენდერებში წილშია, რაღაც ეგრეთ წოდებულ ატკატებზია და კვლავ ვიმეორებ ათეულობით მილიონზეც კია ლაპარაკი. მაგრამ აი პატიოსანი ბჭყალებში თუ ბჭყალებოთ შრომით არის დაკავებული მაგალითად ვინ დავასახელოთ ახლა და მაგალითად რომელიმე მსხვილი ბენზო გასამართი ქსელის ან კომპანიის მფლობელი, აი ნავთობის საწვავის ბენზინით ვინც არის დაკავებული. შემიძლია ცხადია დავასახელო, სულ რამდენია ბაზარზე 5-6 კომპანიაა, ხო? ეს არის ვისოლი, ეს არის გალფი, ეს არის რომპეტროლი, ეს არის კიდევ რა ვიცი, ლუკოილი და ეს არის კიდევ 1-2-3 ამგვარი ქსელი. მათი ხელმძღვანელების დასახელებად შემიძლია, მაგრამ პერსონალიებს აღწევთ ახლა. ისინი მეტნაკლებად პატიოსანის შრომით შოულობენ ფულს, ოღონდ სახელისუფლო პირობებით. ხელისუფლებასთან ერთად არიან, მათ შორის ბანკებიც, სამშენებლო კომპანიების, ფარმაცევტული კომპანიების უმრავლესობა ყოველ შემთხვევაში. კარგად არიან მოწყობილნი. აქ იგითხარით, რომ იპარავს ბიუჯეტიდან რამდენიმე პირი? 100, 200, 300, 400, 500 კაცი თუნდაც. მილიონებზეა ლაპარაკი. ღარიბაშვილიც კი იპარავდა, პრემიერ-მინისტრი იყო, ბურჭულაძეც კი იპარავდა. ოკუპირებული რომ აქვს ტერიტორიები, იმ ქვეყნის თავდაცვის მინისტრი იყო. რიჟვაძეც კი იპარავდა ერთ-ერთი ავტონომიური რესპუბლიკის აჭარის ხელმძღვანელი. იპარავდა მართალია მე თვითმკვლელობა სცადა, გარკვეული ალბათობით ასეც არის და მე გაიქცა და ახლა გერმანიაშია, მაგრამ იპარავდა ფაქტია. და კიდევ უამრავი ადამიანის დასახელება შეიძლება უკვე ბრალ დადებულების კი არა ვისი საქმე სასამართლოშია, ან იმ პირების, რომელთა საქმე სასამართლოში ჯერ არ არის, ძიებაც კი არ დაწყებულა, მაგრამ უთუოდ ან მაღალი ალბათობით დაიწყება. როგორი ტიპის სახელმწიფოს ქმნის მეთქი ბიზინა ივანიშვილი კი შეგუებულთა საზოგადოებას, მაგრამ როგორ უნდა მივიდეს აქამდე, როგორ უნდა მოახერხოს და საზოგადოება როგორ უნდა იყოს შეგუებული ბიზნესებს კი არა, აი ამ მომპარავებს, ქურდებს, ბიუჯეტის ქურდებს. უზარმაზარი წვლილი და როლი აქვს ამ პროცესში. და გეტყვით რას გულისხმობ. ბიზინა ივანიშვილი აძლევს უფლებას სახელმწიფო ჩინოვნიკებს სხვადასხვა მასშტაბისა, სულ ჯამში 500 კაცს მაქსიმუმ, რომ მოიპარონ. მაგრამ ამ მოპარული ფულიდან ნაწილი მათ უკან უნდა მიიტანონ ან პარტიის ყულაბაში, სეიფში, ან მედიაში, მის მიერ კონტროლირებად მედიაში, ან ტროლბოტების ქარხნებში, ან ეგრეთ წოდებულ კულტურაში, კულტურის სფერო, ფსევდოკულტურის სფერო უნდა გააძლიერონ, ან მშენებლობაში, ან სახელმწიფოს უნდა შეეხიდონ, მაგალითად, ოზურგეთის თეატრის მშენებლობაში. და უნდა იყოს ეს ეგრეთ წოდებული კოოპერაცია სახელმწიფოსა და მომპარავებს შორის. ტენდერებიდან ვინც წაცინცლა კი არა, ვინც მოიპარა, მათ შორის ბიზნესმენი კი არა, დეპუტატი ჭიჭიკო, გვარს არა აქვს მნიშვნელობა, პირობითად ოზურგეთში, პირობითად თეატრში, თეატრის მშენებლობაში თუ რეაბილიტაციაში თუ რესტავრაციაში თუ ასე შემდეგ დებს ამდენ და ამდენ თანხას. ან რომელიმე ტაძრის მშენებლობაში დებს ამდენ და ამდენ თანხას. ან რომელიმე ბავშვთა გუნდის პირობითად ლაპარაკობ
კარგია რასაკვირველია. ამღერებაში დებს ამდენ და ამდენ თანხას ოზურგეთში თუ დედოფლის წყაროში. რა მნიშვნელობა აქვს რომელ ქალაქს დავასახელებთ. ირაკლი რუხაძე ის არ არის სახელისუფლო სატენდერო ტენდერებიდან წაცინცლული ფულით მოქმედი პირი. ის მედიას აფინანსებს, იმიტომ რომ დიდარი კაცია, რასაკვირველია, მაგრამ დიდარი კაცია, იმიტომ რომ ხელისუფლებასთან კარგად არის შეთამაშებული. ის ფულს ამდენს ვერ იშოვიდა წლის განმავლობაში დაახლოებით -50 მილიონით ასრულებს ტელეკომპანია იმედი, 50 მილიონს არ დადებდა ტელეკომპანია იმედში, ყოველთვიურად თუ ყოველწლიურად არ გაისტუმრებდა დეფიციტს, ხელფასებს, რომ არ იყოს შეთამაშებული ხელისუფლებასთან ერთი და რომ არ ქონდეს დავალება ბიძინა ივანიშვილისაგან, რომ შენ ეს პროპაგანდისტური მანქანა უნდა ამოქმედო. შედეგად იქნება ეს პროპაგანდისტური მანქანას, ამ პროპაგანდისტურ მანქანას რა უნდა? ჩამოაყალიბოს მასა, ნაცრისფერი მასა, რომელიც ყოველთვის დაუჭერს მხარს ბიძინა ივანიშვილის პროპაგანდისტური მანქანის ამოცანა ეს არის და ბიძინა ივანიშვილის მიზანი კი ეს არის. იმიტომ აძლევს ფულს რუხაძე ტელეკომპანია იმედს, რომ ტელეკომპანია იმედმა ამგვარი ნაცრისფერი მასა ჩამოაყალიბოს, არ შეუწყოს ხელი ამგვარი ნაცრისფერი მასის ჩამოყალიბებაში ხელისუფლებას. წინააღმდეგ შემთხვევაში რუხაძე იმის მეათედსაც ვერ იშოვიდა, იმის მეასედსაც ვერ იშოვიდა, რასაც ეგრეთ წოდებული პატიოსანი შრომით შოულობს, იმიტომ რომ რატომ პატიოსანით, იმიტომ რომ ის მაღალი ალბათობით ტენდერებიდან ფულს არ იპარავს, როგორც რომელიმე დეპუტატი ან მინისტრის მოადგილე ან მერი ან გამგებელი ან მერის მოადგილე ან რომელიმე აიპის თუ სიპის წარმომადგენელი. კვლავ ვიმეორებ, რუხაძეს პატიოსანი ფული აქვს, ოღონდ ვალდებულება აქვს ამ პატიოსანი ფულის ნაწილი მიიტანოს პარტიაში, სიმართლე გითხრათ არ ვიცი გადარიცხვა აქვს თუ არა, ვუტრირებ, პარტიაში, პროპაგანდაში, აქ კი ნამდვილად მიაქვს ფული, ეგრეთ წოდებულ კულტურაში, შესაძლოა სპორტშიც და ასე შემდეგ და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ეს არის ერთი კასტა, ერთი ჯგუფი, ესე ვილაპარაკოთ, პატიოსანი ბიზნესმენებისა. მეორე კასტა, მეორე ჯგუფი არის ვინც იპარავს ბიუჯეტიდან და შოულობს 10 მილიონს, 20 მილიონს, 15 მილიონს, 27 მილიონს, ოღონდ მათაც აქვთ ვალდებულება, რომ პარტიის ყულებაში მიიტანონ ეს თანხა. და შეიქმნა შთაბეჭდილება, რომ ყველაფერი არის კარგად. ყველაფერი კარგად არის არა 1000, ან 15000, ან 27000, არამედ 100000 კაცი პირობითად ვლაპარაკობ, ცხადია, ვთქვათ 50000 კაცი იყოს ამ კმაყოფაზე გადანაწილდეს ეს მოპარული ფული, ან ირაკლი რუხაძე როგორც შოულობს ისეთი ფული, ანუ ხელისუფლებასთან კოოპერაციით ნაშოვნი ფული, გადანაწილდეს საზოგადოებაზე, ქვემო ფენებამდე ჩამოვიდეს, ყველას ცხადია ვერ გაწვდებიან, ხოლო დანარჩენი უნდა იყოს კმაყოფილი, იმიტომ რომ აგ რემონტდა ხსენებულ ოზურგეთში თეატრის შენობა და დადგეს ბაკულას ღორები. ან ყვარყვარე თუთაბერი, მაგრამ არ მგონია ყვარყვარე დადგან. მოკლედ დადგეს რომელიმე მეხუთე ხარისხოვანი ავტორის, ამ შემთხვევაში ბაკულას ღორებიც არ დაიდგმება ცხადია, რომელიმე მეხუთე ხარისხოვანი ავტორის პიესის მიხედვით რომელიმე სპექტაკლი. ოზურგეთის თეატრი გარემონტებულია, სპექტაკლი არის, მაყურებელი ხავს და ეს მაყურებელი კი მოყვანილია იმ გამგეობის მიერ, რომელიც თავის მხრივ შეთამაშებულია რუხაძესთან, არა რომელიმე ადგილობრივ თუ ოზურგეთზე ვლაპარაკობ, გურიაში ვინც ფულს შოულობს დეპუტატთან ან რომელიმე ადგილობრივი მასშტაბის ვითომ ბიზნესმენთან, აი ასე გავყოთ ახლა თქვენის ნებართვა. ნაცრისფერი მასაა გარდაულად აუცილებელი ბიძინა ივანიშვილისთვის, რომ მან გაიხანგძლივოს ხელისუფლებაში ყოფნა და ვინც ის უკვე შემდგომ ამ თეორიის ერთ-ერთ თეორიის თანახმად უნდა რომ გადასცეს მემკვიდრეობით ძალაუფლება მის რომელიმე შვილს, მაგალითად უტა ივანიშვილს, მაგალითად ბერა ივანიშვილს. შესაძლოა ეს თეორია არც არის სწორი, მაგრამ არსებობის უფლება კი ამ თეორიას აქვს. ყველა კმაყოფილი ვერ იქნება, მაგრამ უნდა იყოს კმაყოფილი 50000 კაცი, იმით რომ აშენდა თეატრი, იმით რომ დაიდგა სპექტაკლი, იმით რომ შეიქმნა ამგვარი მხოლოდ დროშის ამწევი საქართველო და
ამასობაში კი არ განხორციელდა არანაირი მსხვილი და დიდი პროექტი. მათ შორის არც არაბული ინვესტიციები, თუ არაბული პროექტი, არაბული ქალაქების პროექტი, არც ნამახვან ხესი, არც ანაკლია, არც რომელიმე მსხვილი და კიდევ უფრო მსხვილი პროექტი. მნიშვნელოვანი მეგა პროექტები. ამასობაში ჩაიკარგა კი არა, გაუქმდა საქართველოს გეოსტრატეგიული როგორც ასეთი ფუნქცია. ანუ ფუნქცია მისია ხო ეს არის, რომ ჩვენ შუა დერეფნის ქვეყანა ვართ და ამ მნიშვნელობა აქვს. თავარია ფული იშოვონ ბანდიტურად დეპუტატებმა, ასე მაგალითად, ან პირებმა მეტნაკლებად პატიოსანი შრომით, რომლების პრივილეგირებულები არიან და ამ ფულის ნაწილი მიიტანონ სახელისუფლო ყულაბაში. ბიზნა ივანიშვილთანაც შესაძლოა, მაგრამ ბიზნა ივანიშვილს თავისი ფული საკმარისი აქვს ყულაბაში მიიტანონ, რომ კალაძემ უნდა იშოვოს ფული, სხვაგვარად ავხსნი. მაგრამ კალაძემ პარალელურად საკუთარი ბიუჯეტით უნდა დააფინანსოს ტროლ ფაბრიკები მაგალითად. იმისთვის სჭირდება ეს ტროლ ფაბრიკები ბიზნა ივანიშვილს, რომ ეს პროპაგანდა გავრცელდეს, მოხდეს ადამიანების დაჩაგვრა და ნაცრისფერ მასად საზოგადოების ჩამოყალიბება, რომელსაც პროტესტის სურვილიც კი, ცოდნაც კი პროტესტის თაობაზე არ ექნება. დავამთავროთ ვიდეობლოგი. ვიდრე ყველა ფენა ან ყველა ინდივიდი ვერ გაიგებს იმას, რომ არ არის თავარი არ არის კმაყოფილება, კარგი ყოფიერების შექმნა. სიმდიდრე და კიდევ უფრო მეტი სიმდიდრე. ვიდრე არ გაიგებენ ინდივიდები, რომ თავისუფლებაზე ძვირფასი არაფერი არ არის, ეს ინდივიდები რომელიღაც ეტაპზე ვიდრე არ გაიგებენ, ხო? სულ იქნებიან უпроსტად რომელიღაც ეტაპზე კი არა, სულ იქნებიან მსახურები ამ შემთხვევაში ბიზნა ივანიშვილისა და სხვა შემთხვევაში რომელიმე სხვა ბატონისა. ბიზნა კი იდენტობა რომ წაშალოს ჩვენი გაგიკვირდება და ცოტა სიგიჟეს ვიტყვი, მაგრამ შეიძლება მაგალითად წავიდეს ამგვარ რამეზე ჯვარი ხომ გახსოვთ? ცხეთის ჯვარი. ცხეთის ჯვარის გარშემო რამდენიმე გორაკია, ხო? თა არის, არც თუ დიდი. შეიძლება ლერმონტოვის ძეგლი როა, რომელიც ასაღებია ჩემი აზრით, მაგრამ ეხლა ეს სხვა ისტორიაა და სხვა ამბავია და სხვაგან არის გადასატანი, ასე ვიტყვი. აი ლერმონტოვის ძეგლის გარშემო შეიძლება პატარა ქალაქი მოინდომოს და დაპატიჟოს, არაბები არა. ამ შემთხვევაში მონღოლები პირობითად ლაპარაკობ. მონღოლეთიდან განხორციელდეს რამ ინვესტიცია ჩინეთიდან. და თქვას რომ აქ უნდა ჩაიდგას 240 სახლი. ინვესტიცია არის 2 მილიარდი. ვინ არის წინააღმდეგი? და ვინც წინააღმდეგია, მათ კი ტვინი უნდა გამოურეცხოს კალაძემ, რომელმაც იშოვა ფული, თავის ფულით საკმარისი აქვს, სასაკვირველია. როგორც ყოფილ ფეხბურთელს და როგორც რაღაცა კომპანიების სარეკლამო აგენტს, ხო, რაღაც კამპანიებში მონაწილეობდა. მაგრამ კიდე წაცინცლული ფულიც უთუოდ ექნება. სხვა თუ არაფერი, ხმები დადის იმის თაობაზე, რამდენი აქვს ჩასატანი ბანდიტ კალაძეს და ხარიბაშვილმა რომ არ ჩაიტანა და ამგვარი რაღაცები რომ არ აფინანსა, იმიტომ იყო და არის ამოჩემებული ხარიბაშვილი დამატებით. ცხეთის გარშემო, ჯვრის გარშემო რო პატარა ქალაქი აშენდეს და მილიარდიანი 2 მილიარდიანი ინვესტიცია იყოს და 35,000-15,000-მა რო დაიწყოს მუშაობა დროებით სამუშაოზე და მე კიდე 20,000 დარჩეს ამ სამუშაოებზე, კაზინოები რო იყოს, კაფეები რო იყოს, რესტორნები, რა პრობლემა? არ წავა ბიზნა ივანიშვილი ამაზე თუ იმედი არ გააправებს რუხაძის მიერ დაფინანსებული თუ იქ რომ არაჩვეულებრივი პატარა ქალაქ უკაში კარგი თეატრი შენობა ჩაიდგმება და ამას არ დააფინანსებს რომელიმე დეპუტატი, ან ფეხბურთის მოედანი არ იქნება თუ რა? იქნება ფეხბურთის მოედანიც. დაგასპოილერებთ და გეტყვით, რომ უახლოეს დღეებში ალბათ მე სრული ინფორმაცია მექნება იმის თაობაზე, რატომ შეაჩერა ფეხბურთის მოედანზე გამახსენდა, რატომ შეაჩერა საქართველოს მთავრობამ ტენდერი ვაზიანში სტადიონის, აი ეს ზარზეებით რო გვამცნო ხარიბაშვილმა, სტადიონის აშენების თაობაზე. სრული ინფორმაცია მექნება, ვერსია კი არა, ინფორმაცია მექნება, კულისებიდან ცხადია, რატომ გადაწყვიტა შეჩერება ამ პროექტისა. ბიზნა ქმნის ნაცრისფერ მასას და ვწუხვარ, რომ
ბანდიტები დეპუტატები და ბანდიტები მინისტრები ან მინისტრის მოადგილეები ამ ნაცრისფერი მასის შექმნაში ბიძინა ივანიშვილს ვაგლახრო მეხმარებიან. კარგია, თეატრი განა არაო ზურგეთში, მაგრამ ასე ვიტყვი, არ არის მთავარი თეატრი და საუკეთესო წარმოდგენაც კი ვინ დადგავს იქ ყვარყვარე თუთაბერს. გაცილებით მნიშვნელოვანია თავისუფლება ქვეყნისა და თავისუფალი ადამიანი და თავისუფალი მოქალაქე, რომლის ამოშანთვასაც ცდილობს ბანდიტი ივანიშვილი. ამას ან გაიგებთ, ან ვერ გაიგებთ. მე კი მომიწევს ამ სიმართლის თქმა ყველასთვის, ვინც მე მისმენს.